დილომშვიდობის ეს არის ქრონიკა 11 საათზე ახალ ამბებს თამთა გაზაშვილი გაგაცნობთ. გამოშვებაში ნახავთ. საკადრო ცვლილება მთავრობაში ეკონომიკის მინისტრის პოსტზე გიორგი ქობულია ნათია თურნავამ შეცვალა. კანონპროექტს, რომელმაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ გამწესება უნდა უზრუნველყოს კენ შუყრიან. მსჯელობა პარლამენტში დღესაც გაგრძელდება. ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის ბრალდება ევროპის ჩემპიონის მიმართ. ჰქონდა თუ არა ადგილი ზურაბ დათუნაშვილის მხრიდან დაპირისპირებას უცხოეთში. ეკონომიკის სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი ყავს გიორგი ქობულიას შეცვალა. ნათია თურნავამ, რომელიც აქამდე მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ამ თემაზე პრემიერი დამატებით განმარტებებს დღეს მთავრობის ხდომის დაწყებამდე გააკეთებს. ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრის პირველ მოადგილედ 2000 წლის შემდეგ სხვადასხვა დროს მუშაობდა. 2013-2018 წლებში კი საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე იყო. გიორგი ქობულია გადადგა დაკავებული თანამდებობიდან და ამ თანამდებობაზე დაინიშნა ქალბატონ ნათია თურნავა. გადაწყვეტილების მიღება მოხდა კონსულტაციის შედეგად, როგორც ბატონ გიორგი ქობულიასთან, ისე რა თქმა უნდა დანიშვნის დროს ქალბატონ ნათია თურნავასთან, ამავდროულად უმრავლესობის ლიდერებთან. აღმასრულებელ ხელისუფლებაში ცვლილებებზე ცოტა ხნის წინ გააკეთა პირველი კომენტარი. ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგენკო ადასტურებს, რომ თემაზე კონსულტაციები მიმდინარეობდა. მე ასე არ დავარქვევდი, რომ მოხსნეს მინისტრების ცვლილებები ამ წლების განმავლობაში სულ იყო და ნამდვილად ვიცი, რომ მომავალშიც იქნება. რაც შეეხება კონსულტაციებს, მე ვიცოდი, რომ კონსულტაციები მიმდინარეობდა, თუმცა მე თვითონ ამ კონსულტაციებში არ მონაწილეობდი. კონსულტაციებზე წამოჭრილი არგუმენტები და ის ფაქტორები, რამაც ეს ცვლილებები განაპირობა, ჩემთვის უცნობია. არ აქვს მნიშვნელობა, რა გვარი იქნება მინისტრი, არამედ მნიშვნელოვანი არის, როგორ ვითარდება ესა თუ ის დარგი და ცვლილებებიც აქეთკენ იქნება მიმართული დარგების განვითარების. გიორგი ქობულიას გათავისუფლების შესახებ ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა ხელი გუშინ მოაწერა. დოკუმენტი მთავრობის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. ქობულიას 9 თვიან მუშაობას მმართველ გუნდში უარყოფითად არ აფასებენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ მინისტრს საპარლამენტო კომიტეტთან ნაკლები კომუნიკაცია ჰქონდა. ოპოზიცია კი საკადრო გადაწყვეტილებით პოლიტიკაში დიდ ცვლილებებს არ ელოდება. ცნობისათვის გიორგი ქობულია ეკონომიკის მინისტრად 2018 წლის 12 ივლისს დაინიშნა. მანამდე ის ბიზნესის სფეროში საქმიანობდა. მინისტრი პოლიტიკური თანამდებობაა, ხო, მისი მოხსნას დანიშნვაც ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში რაღაც შიდა გუნდში განხილვებს მაინც არ ექვემდებარებოდეს. ეს კითხვა მექნებოდა მაგალითად პრემიერ-მინისტრთან, ეს პირველი რაც შემიძლია ვთქვა. ეხლა რაც შეეხება შეფასებებს, შეფასებით ხა ნამდვილად ვერ ვიტყვი რაღაც უარყოფით შეფასებას. ფიქრობ გადააყენეს და აიძულეს წასულიყო მინისტრობიდან. პარლამენტს ხო აქვს თავისი ღირსება, პარლამენტს ხო აქვს თავისი ფუნქცია, პარლამენტს ხო აქვს თავისი პოზიცია პოლიტიკაში. რატო არ შეიძლება და რომ მაგალითად ეკონომიკის კომიტეტთან ყოფილიყო პრემიერ-მინისტრის კონსულტაცია. არაფრად არ აგდებს? ქობულია ისევე წარუმატებელი მინისტრი იყო, როგორც ქართული ოცნების ყველა მინისტრი, იმიტომ რომ ბუნებრივად შეუძლებელი არის ბიძინა ივანიშვილის მთავრობაში, აი ამ ტიპის პოლიტიკურ მმართველობაში ან მთავრობა ზოგადად, ან რომელიმე მინისტრი იყოს წარმატებული და ქართული ოცნების პირობებში ჩვენი ქვეყანა განწირულია წარუმატებლობისაგან. გიორგი ქობულიას გადაყენებით, რა თქმა უნდა, არაფერი არ შეიცვლება, იმიტომ რომ გრჩება ისევ და ისევ არაფორმალური მმართველობა და არაფორმალური მმართველი, რომელიც მინისტრებს არჩევს არა კომპეტენციის მიხედვით და იმის მიხედვით, რომ ქვეყანა ამ ძიმე ეკონომიკური კრიზისიდან გამოიყვანონ, არამედ ერთადერთი კრიტერიუმით და ეს არის ერთგულების, აი მონური მორჩილების კრიტერიუმი. თუმცა თავად ეს მინისტრიც ნამდვილად გამოირჩეოდა ოდიოზური გამონათქვამებით. მოსამართლებთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა პარლამენტში დღეს გაგრძელდება. დოკუმენტს დღესვე კენჭს მეორე მოსმენით უყრიან. ამ დრომდე სადავოა საკითხი უნდა ჩააბარონ თუ არა გამოცდები უზენაესი მოსამართლეობის კანდიდატებმა. დღეს დისკუსია გაიმართება კანდიდატების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზეც. ცნობისათვის ვენეციის კომისიამ დასკვნა 16 აპრილს გამოაქვეყნა, სადაც 5 ძირითად რეკომენდაციას გამოყოფს. საბოლოოდ მათგან რამდენს გაითვალისწინებს მმართველი გუნდი დღეს გაირკვევა.
კანონპროექტის მიღება ძალიან უნდა, რატომ რაღაცა ესე სწრაფად ქართული ოცნების უმრავლესობას ვენეციის კომისიის შენიშვნები არ იქნა გათვალისწინებული. შეიძლება ვთქვათ, რომ მხოლოდ ორადორი შენიშვნა გაითვალისწინეს, ისიც არასულ ყოფილა და დღეს ჩვენ ვნახავთ საბოლოო ჯამში თუნდაც იგივე გამოცდების გავქმების საკითხი იქნება ნათლად ჩაწერილი თუ დარჩება ის ბუნდოვანი. გუშინ მთელი დღის განმავლობაში ჩვენ პარლამენტის სტომაზე ვადევნებდით თვალყურს, როგორც ცდილობს ქართული ოცნება ერთი სულ წარმოაჩინოს, რომ თითქოს გაიზიარა ვენეციის კომისიისა და EUTOS დასკვნების ნაწილი, თუმცა როგორ ეწინააღმდეგება იმ პრინციპული და მთავარი მოსაზრებების და რეკომენდაციების გაზიარებას, რომელიც ჰქონდა ორივე საერთაშორისო საექსპერტო ჯგუფს წარმოდგენილი. დათმობაზე რა თქმა უნდა წავიდა უმრავლესობა, ანუ გაითვალისწინა ვენეციის კომისიის რეკომენდაცია, ასევე იყო ყველა ის რეკომენდაცია გაზიარებული და გათვალისწინებული, რომელიც შეესაბამებოდა კონსტიტუციას, ხოლო ის რაც კონსტიტუციის ფარგლებიდან გადის და პოლიტიკურ ხასიათს იძენს ამ რეკომენდაციის ასე ვთქვათ გაზიარებაზე, ამ შემთხვევაში, ამ კონკრეტულ შემთხვევაში იქნა ასე ვთქვათ უარი ნათქვა. სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ მოსამართლეების შესახებ კანონპროექტის კენჭისყრამდე უნდა მოусმინონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ომბუდსმენის პარლამენტში გამოსვლას მხოლოდ ფორმალური ხასიათი ექნება. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცედურებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე სახალხო დამცველის მოსმენა გუშინდელ სესიაზე იყო დაგეგმილი, თუმცა რამდენიმე საათიანი უშედეგო ლოდინის შემდეგ ლომჯარიამ საკანონმდებლო ორგანო დატოვა. მოსმენა დღეისათვის გადაიდო. ჩემი მიმართვის ძირითადი აქცენტები იქნება ის საერთაშორისო დოკუმენტები და რეკომენდაციები, სადაც პირდაპირ არის მოცემული ყველა იმ შეკითხვაზე პასუხი, რასაც ამ დღეების განმავლობაში პარლამენტი განიხილავს, როგორ უნდა იყოს შერჩეული კანდიდატები, ნომინირებული და შემდეგ არჩეული პარლამენტის მიერ. ზუგდიდში სოფელ გრიგოლიში დაჭრილი 28 წლის ახალგაზრდა კვლავ მართვით სუნთქვაზეა. როგორც ირკვევა, სროლა ქართული ოცნების წევრებს შორის მიწის ნაკვეთზე დავას მოყვა. არსებული ინფორმაციით გრიგოლიშის ქართული ოცნების შტაბის ხელმძღვანელმა ბეჟან გვაზავამ იმავე შტაბის კოორდინატორს ალიკა ლაგვილავას ცეცხლი გაუხსნა. ქართული ოცნების ზუგდიდის შტაბში დამატებით დეტალებზე არ უსაუბრიათ, თქვეს მხოლოდ ის, რომ კონფლიქტი საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით დამნაშავის დაკავების მიზნით მიმდინარეობს გამოძიებო ღონისძიებები. საქმე აღიძრა განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე. როდესაც გამოვედი, თითქმის ყველაფერი დამთავრებული იყო. და რა ვიცი, ჩემი ბიძაშვილი ქვემოთ იწოდა, როდესაც ნახე მეც გამნერულდი და თუდად გავხდი და მე წაიყვანა სასწრაფო დახმარების მანქანით. და ჩხუბის, მიზეზი რა იყო, მართლა არ ვიცი. იარაღით არის დაჭრილი, როგორც მაქვს ინფორმაცია და ვინ დაჭრა, ეს ზუსტად არ ვიცი. ვისთან მოვიდა შელაპარაკება? აქაური შტაბის ხელმძღვანელთან. ჩვენი ინფორმაციით გასრულა მოხდა შტაბს გარეთ, მახლობლად, ქართული ოცნების შტაბის მახლობლად, ხოლო ასევე ჩვენი ინფორმაციით კონფლიქტი წარმოიშვა საყოფაცხოვრებო დავის საფუძველზე. დაჭრილია ერთი ადამიანი, ის გახლავთ ჩვენი აქტივისტი, დადასტურებულად გეტყვით, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს ყველა საგამოძიებო მოქმედებას, რათა დადგინდეს დამნაშავე და ის მიეცეს პასუხისმგებაში. აღენიშნებოდა სავარაუდოდ ცეცხლსასროლი ჭრილობები გულმკერდისა და მუცლის არეში, შინაგანი ორგანოების დაზიანებით. პაციენტის მდგომარეობა მძიმე, სასიცოცხლო ჩვენებით გადაყვანილია საოპერაციო ბლოკში. მოსყიდვის ფაქტზე საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით მათ ერთ-ერთი ქვეკონტრაქტორი კომპანიიდან ეგრეთ წოდებული ატკატი მოითხოვეს და გამოართვეს 2440 ლარი. გრძელდება გამოძიება, დანაშაული 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. კომერციული მოსყიდვის ფაქტზე საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, რომლებსაც ევალებოდათ ქვეკონტრაქტორი კომპანიის მიერ განხორციელებულ სამუშაოებზე ზედამხედველობა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, კომპანიის დირექტორს შესრულებული სამუშაოების საფასურად მიღებული თანხიდან ეგრეთ წოდებული ატკატის სახით მოსთხოვეს და გამოართვეს 2440 ლარი. ბაგასაბურთალოს პოლიციამ კი მამაკაცის სწრაფი ჩარეცხვის აპარატის გაქურდვის მცდელობისას დააკავეს. პოლიცია ლუცუბიძის ქუჩაზე ფაქტ შეესწრო და დამნაშავე ადგილზევე დააკავა. სასჯელი 3 წლამდე ვადი თავისუფლების აღკვეთაა.
დავით ბაგრატიონ მუხრანელი განცხადებას ავრცელებს, რომელიც საქართველოს სამეფო სახლის გვერდზე გავრცელდა. ტექსტში ვკითხულობთ, რომ ის ახლო მომავალში დეტალებზე ისაუბრებს ჟურნალისტებთან და ნათელს მოფენს მიმდინარე პროცესებს. ციტატა: არ ვაპირებ ბაგრატიონთა დინასტია და საქართველოს სამეფო სახლის სახელი დავუტოვო გადაშენების პირას მყოფ უმცრო შტოს, წერია განცხადებაში. დავით ბაგრატიონ მუხრანელსა და ანა ბაგრატიონ გრუზინსკის შორის თანაცხოვრების დროს შეძენილი ქონებრივი დავის შესახებ სასამართლო მსჯელობა 17 აპრილს დაიწყო. ამასთან სამართალდამცავი ორგანო იწიებს საქმეს, რომელიც დავით ბაგრატიონ მუხრანელის მიერ ანა ბაგრატიონ გრუზინსკზე შესაძლო ფიზიკური ძალადობის ფაქტს ეხება. თბილისის საქალაქო სასამართლოში ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის საქმის არსებითი განხილვა დღეს გაიმართა. დაცვის მხარე რამდენიმე შუამდგომლობის დაყენებას გეგმავს. გეგეშიძის დასაცავად ადვოკატი იმ ინფორმაციას ითხოვს საგარეო საქმეთა უწყებიდან, რომლის მიხედვით ზურაბ დათუნაშვილს შენგენის ზონის ერთ-ერთ ქვეყანაში შესვლა აეკრძალა. ამის მიზეზი კი წარსულში მომხდარი დაპირისპირება. რა შუაშია გეგეშიძის თავდასხმასთან დათუნაშვილის ევროპაში ადრე მომხდარი დაპირისპირება დღეს სავარაუდოდ უკეთესად იქნება განმარტებული ადვოკატის მიერ. თავად ევროპის ჩემპიონისათვის კი გაუგებარია რა ინციდენტზე საუბრობს. გეგეშიძის ადვოკატი სპორტსმენი კატეგორიულად უარყოფს ბრალდებას იმის შესახებ, რომ ფიზიკური დაპირისპირების ან რაიმე ინციდენტის გამო მას რომელიმე ქვეყანაში შესვლა აეკრძალა. დათუნაშვილი საქართველოში და საქართველოს ფარგლების გარეთაც ცნობილია მსგავსი ინციდენტებით. ანუ ის როდესაც წააგებს შეჯიბს, ანუ ამ მსგავსი ინციდენტი არაერთხელ მოუწყვია და ასევე სხვა ქვეყნებშიც. როგორც ვიცით, შენგენის ერთ-ერთ ქვეყანაში ზუსტად ანალოგიური ინციდენტი მოხდა, რის გამოც ის გაძევებული იქნა იმ ქვეყნიდან და ერთი წელი მას აკრძალული ჰქონდა ამ ქვეყანაში შესვლა. ეს დოკუმენტი ჩვენ უკვე მოვიპოვეთ და სასამართლოს ხდომაზე ამას წარუდგენთ იმის იმედით, რომ სასამართლო ამ დოკუმენტს გამოითხოვს შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტროდან, დაცვის მხარეს ძალიან დაგვეხმარება. მე არ ვიცი რა ინციდენტზე საუბრობს ეს ადამიანი, კიდაც რამე პრობლემა მქონოდა, მე ვერ ვკავშირებ უბრალოდ იმ პრობლემას და ამ პრობლემას ერთმანეთს. მე ამის თქმა შემიძლია, ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. აჭარის ტელევიზიის ოპერატორები გაიფიცნენ, ისინი ხელფასების გაზრდას ითხოვენ და მოქმედი დირექტორის წინააღმდეგ გამოდიან, ამბობენ, რომ ნათია კაპანაძისაგან მათ შედეგი ვერ მიიღეს. აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტის საკითხზე კი დღეს ბორდი იმსჯელებს, სხდომა 13 საათზეა დანიშნული. ნათია კაპანაძისათვის უფლებამოსილების შეჩერება საბჭოს 2 წევრი ითხოვს: გიგა ჩხარტიშვილი და ირაკლი დარცმელიძე. გადაყენების მიზეზად სატელევიზიო რეიტინგის კლება, პრიორიტეტების შეუსრულებლობა, ბორდთან კომუნიკაციის არ ქონა სახელდება. ნათია კაპანაძისათვის უნდობლობის გამოსაცხადებლად ბორდის 5-დან 3 წევრის თანხმობაა საჭირო. კაპანაძე აჭარის ტელევიზიის დირექტორად 2016 წლის ოქტომბერში აირჩიეს, მას ვადის ამოწურვამდე 6 თვეზე მეტი დრო დარჩა. არის მემონტაჟე პროფესია, არის ოპერატორის პროფესია, მაგრამ რადგან ასრულებენ ესენი ოპერატორ მემონტაჟის სამუშაოებს, მათ მოითხოვეს, რომ თუ ჩვენ ამას ვაკეთებთ და ვღებულობთ ამაზე პასუხისგებლობას, მოდი ან მოგვეცი მემონტაჟის ხელფასის ნახევარი, ან მოგვიხსენით ეს მემონტაჟის სამუშაოები და შევასრულებთ ოპერატორს და 30% დაგვიმატეთ სახელფასო. ორი ფუნქცია გვაქვს შეთავსებული, თუმცა ღებულობთ ერთი სამსახურის ხელფასს, რაზეც იყო ჩვენი მოთხოვნა დაყენებული, თუმცა უარი მოვიდა ამაზე 2020 წლისთვისო პირველად რო დაგვირდნენ, შემდეგ ჩამოვიდნენ ივნისზე. ეხლა კი გვეუბნებოდნენ, რომ მაისის ბოლოსო და აი ამ მათი განცხადებების საფუძველზე ჩვენ ვფიქრობთ, რომ ისინი იტყუებიან. აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესს აქტიურად აკვირდება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში. მათი თქმით, ბოლო პერიოდში ტელევიზიის შესახებ გამოქვეყნებული ანგარიშები დადებითია, ამიტომ იმედს გამოთქვამენ, რომ საქართველოში თავისუფალი მედიის განვითარების საქმეში არხი და მისი ხელმძღვანელობა კვლავ დადებით როლს შეასრულებენ. საქართველოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ახლად დანიშნულმა წარმომადგენელმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს რწმუნებული სიგელი გადასცა. ცერემონიის შემდეგ შეხვედრა გაიმართა, სადაც სილვიუ დომენტემ საქართველოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.
ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის სისტემის გაძლიერების ხელშეწყობისათვის საკოორდინაციო საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართა, განიხილეს ბავშვებზე ზრუნვის შესახებ კონკრეტული პროექტი. ამ დოკუმენტის მიზანია ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებებს შორის კოორდინაცია გაუმჯობესდეს, იდენტიფიცირდეს ოჯახები მოწყვლადი ბავშვებით, ასევე გაუმჯობესდეს ალტერნატიული ზრუნვის მომსახურების ხარისხი. საბჭოს წევრები არიან სხვადასხვა უწყების, სახალხო დამცველის აპარატის და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები. ესეთ მექანიზმს სამინისტრო იყენებს, მთავრობა ზოგადად სხვა პროექტების სამართავად, თუმცა ამ შემთხვევაში სიახლე არის ის, რომ ეს არის ახალშექმნილი ასეთი ფორმატი ქვეყნის საკოორდინაციო საბჭო, რომლის ამოცანაც არის სტრატეგიულად ბავშვის უფლებებზე ზრუნვა და ბავშვთა კეთილდღეობა. მივესალმები ასეთი ძლიერი საკონსულტაციო საბჭოს შექმნა, სადაც ძალიან ბევრი საკითხი განიხილება შემდეგ გუნდურად და რა თქმა უნდა სხვადასხვა მხარეების ჩართულობით, რაც ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი არის წინ გადადგმული ბავშვთა კეთილდღეობის გაუმჯობესებისთვის. გამშვებას უცხოეთის ახალი ამბებით განვაგრძობთ. დღეს კიევის ოლიმპიური სტადიონი უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატების დებატებს უმასპინძლებს. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის ფავორიტების შოუმენ ვლადიმერ ზელენსკისა და მოქმედი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს პოლიტიკური დუელი თბილისის დროით საღამოს 8 საათზე გაიმართება. დებატებამდე ერთი დღით ადრე უკრაინულმა სოციოლოგიურმა ჯგუფმა რეიტინგმა წინასწარი გამოკითხვების შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გამოკითხულ ამორჩეულთა 57.9% ხმის მიცემას ვლადიმერ ზელენსკისათვის აპირებს. პოროშენკოს კი 21.7% ემხრობა. უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 21 აპრილს გაიმართება. შეერთებულ შტატებში სპეცპროკურორ რობერტ მიულერის კომისიის საგამოძიებო დასკვნა გამოქვეყნა. მასში აღნიშნულია, რომ რუსეთმა ნამდვილად სცადა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევა, თუმცა რუსეთთან პრეზიდენტ ტრამპის შეთქმულება არ დამტკიცდა. დასკვნის მიხედვით პრეზიდენტის გარემოცვის არც ერთი წევრი არ არის მხილებული რუსეთთან კავშირში. დასკვნის გამოქვეყნებას უკვე მოყვა ტრამპის რეაქცია. არ არის შეთქმულება მართლმსაჯულებისათვის ხელი არავის შეუშლია, თამაში დამთავრებულია მოძულეებისა და რადიკალი მემარცხენე დემოკრატებისათვის, განაცხადა დონალდ ტრამპმა. ფრანგ მეხანძრეებს, რომლებიც პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარს ებრძოდნენ, ოქროს მედლებით დააჯილდოვებენ. გადაწყვეტილება ემანუელ მაკრონმა ელისეს სასახლეში მეხანძრეებთან შეხვედრისას გამოაცხადა. პრეზიდენტის რეზიდენციაში ის 500 მეხანძრე მიიწვიეს, რომლებიც 12 საათის განმავლობაში შეუსვენებლად აქრობდნენ ცეცხლს. 60 მათგანი ამ დრომდე ტაძრის ტერიტორიაზე რჩება, რათა შესაძლოა თავიდან აიცილონ. ვრცელდება ცნობა, რომ სახურავის და შპილის ჩამოგრევის შემდეგ ტაძარში რამდენიმე ქანდაკების ჩამოშლის საფრთხე არსებობს. მეხანძრეები საგამოძიებო უწყებებს ტაძარში შესვლის და კვლევის დაწყების უფლებას ჯერ არ აძლევენ. პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში მოხდარი ხანძრის გამო საფრანგეთის პოლიციამ მოძრაობა ყვითელი ჟილეტების აქტივისტებს ტაძართან საპროტესტო აქციის ჩატარება აუკრძალა. სამართალდამცველები აცხადებენ, რომ ნოტრ-დამის მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომებია გაძლიერებული. აქციების გამართვა აკრძალულია ელისეს მინდვრებზეც. ამის მიუხედავად მოძრაობა ყვითელი ჟილეტების აქტივისტები შაბათს ტრადიციული დემონსტრაციის გამართვას მაინც გეგმავენ. საპროტესტო მანიფესტაციები გასული წლის ნოემბერში დაიწყო და ყოველ შაბათს ტარდება. ლონდონში ბუნების დამცველთა აქცია 500-ზე მეტი დემონსტრანტის დაკავებით დასრულდა, აქტივისტები ქალაქის პარალიზებას ცდილობენ. ორშაბათის შემდეგ მათ ოქსფორდის ცირკი, ვატერლოოს ხიდი, პარლამენტთან მდებარე მოედანი, ტელეკომპანია BBC-ის შენობა და სხვადასხვა მნიშვნელოვანი ადგილები დაიკავეს. სამართალდამცავ უწყებასთან აქტიურად თანამშრომლობს ჰითროუს აეროპორტი, რადგან აქტივისტები აეროპორტში გაფიცვის მოწყობას და რეისებისათვის ხელის შეშლას აპირებენ. საჭიროების შემთხვევაში საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე ასეულ პოლიციელს გაგზავნიან. კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო აქციებს შეუერთდა ემა ტომპსონი. ოსკაროსანი მსახიობის განცხადებით, ეს არის პირველი იმედის მომცემი მოძრაობა, რომელშიც მას მონაწილეობა მიუღია. სლოვენიელი პოლიტიკოსი ევროპარლამენტის სესიაზე კოლეგებს მუსიკალური პერფორმანსით დაემშვიდობა. ალოიზ პეტერლემ ევროდეპუტატებს ჯერ აღდგომის დამდეგი დღესასწაული მიულოცა, ევროპის ერთიანობა და ნოტრ-დამის აღდგენა უსურვა, შემდეგ კი ჰარმონიკათი ევროკავშირის ჰიმნი დაუკრა.
ამ ლირიკული აკორდით ევროპარლამენტმა მუშაობა დაასრულა. ევროპარლამენტის ახალშემადგენლობას 23-26 მაისის არჩევნებზე აირჩევენ. ცნობილი გახდა კანის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამა, მასში 19 ფილმია შესაძლოა საკონკურსო სიას კვენტინ ტარანტინოს ახალი ფილმი ერთხელ ჰოლივუდში დაემატოს, მასში მთავარ როლებს ლეონარდო დიკაპრიო და ბრედ პიტი ასრულებენ. ფესტივალს გახსნის ჯიმ ჯარმუშის ნამუშევარი მიცვალებულები არ კვდებიან. 19 საკონკურსო ფილმს შორისაა 6 რეჟისორი ქალის ნამუშევრები. ფესტივალის საკონკურსო პროგრამაშია პედრო ალმოდოვარის ახალი ფილმი ტკივილი და სიტყვები, მთავარ გმირებს პენელოპა კრუზი და ანტონიო ბანდერასი ასახიერებენ. კანის კინოფესტივალი 14 მაისს დაიწყება, გამარჯვებულს კი 25 მაისს გამოაცხადებენ. თორმეტი ქართული ღვინის კომპანია მონაწილეობს ტოკიოში მიმდინარე საკვებისა და ღვინის საერთაშორისო გამოფენაში Wine and Gourmet. წელს საქართველო ამ გამოფენის პარტნიორი ქვეყანა არის, გამოც გამოფენის ფარგლებში ქართული ღვინის 2 წარმოდგენა დეგუსტაცია გაიმართა. იაპონელი ღვინის პროფესიონალებისათვის ქართული ღვინო განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ტოკიოში მიმდინარე ორთვიანი გამოფენის საქართველო ღვინის სამშობლოს ფონზე. ქართული ღვინის წარდგენას Wine and Gourmet-ზე ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე ანა გოდაბრელიძე და იაპონიაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი დავით გოგინაშვილი უძღვებოდნენ. გამოფენას იაპონიაში მცხოვრები ქართველი სუმოისტი ლევან ცაგურიაც დაესწრო. ვიცადეთ მაქსიმალურად რომ წარმოედგინა ისეთი ღვინოები, რომლებიც სხვადასხვა ჯიშს წარმოადგენდნენ, რამოდენიმე ჯიში იყო წარდგენილი, განსხვავებული ჯიშებით, ჩართულები იყვნენ ისინი დეგუსტაციის პროცესში, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ღვინის გასინჯვის დროს იყო კითხვები, იყო მათი ჩართულობა. იაპონელებმა დაინახეს ეს ყველა პოტენციალი, აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, უფრო ბევრი წისვლა ელოდება ჩვენ ქართულ ღვინოს იაპონურ ბაზარზე. ჩვენი კომპანია მესამე წელია ახორციელებს ქართული ღვინის იმპორტს იაპონიაში. ქართული ღვინის მიმართ ინტერესი იზრდება, რაც ასახულია ქართული ღვინის რეალიზაციაზეც. საინტერესოა ქვევრის ღვინო, რომელიც იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია. ამასთან ერთად ჩვენ ვფიქრობთ, რომ იაპონურ სამზარეულოს ძალიან უხდება ქართული ღვინო, რაც უფრო პერსპექტიულს ხდის მის დამკვიდრებას იაპონიის ბაზარზე. ფოლკლორის ცენტრის საგამოფენო დარბაზში საღდგომო გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ხატები, მინიატურები და მინანქრები. ნამუშევრების ავტორები არიან გოჩა გიორგაძე, ლაშა კინწურაშვილი, ირაკლი ცინცაძე, კახა დონაძე, გურამ გაბაშვილი, მიხეილ და ილია ბალავაძეები. საღდგომო გამოფენა გუშინ გაიხსნა და 2 მაისს დაიხურება. მინდა რომ დიდი მადლობა გადაუხადო ფოლკლორის ცენტრის ხელმძღვანელობას, რომ მოგვცა საშუალება ესეთი გამოფენის მოწყობისათვის. საღდგომო გამოფენა ქვია და მონაწილეები არიან ის ადამიანები, ის მხატვრები, რომელთაც ეს თანამედროვე საეკლესიო ხელოვნების აღორძინების სათავეებში იდგნენ. ვიტყოდი რომ ეს არის ერთ-ერთი საინტერესო მოვლენა ეს გამოფენა დღეს, რასაც ჩვენ ხედავთ, იმიტომ რომ რითაც ეს ხალხი ავტორები ამ გამოფენის მონაწილეები ყველა არიან ადამიანები, რომლებიც დაიწყეს აღორძინება ხელოვნების საქართველოში. ასეულია იმით, რომ ჩანს იმ ადამიანების სულიერი მდგომარეობა და განწყობა, რაც ტრიალებს დღევანდელ მრევლშიც, ერშიც და აი იმ მხარეშიც, რასაც ხელოვნების სფერო ქვია და სასულიერო ხელოვნება, რასაც ქვია. დღის ყველა ამბავი ვრცლად შეგიძლიათ ნახოთ იმედი ნიუზ ჯიზე, მე ამით 2 საათამდე გემშვიდობებით. დროებით.